მოგესალმებით. დღეს ფუტკრის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და შეიძლება ითქვას უდიდეს საიდუმლოს ავხდით ფარდას. რატომ არის ყვავილის მტვერის სინამდვილეში თაფლზე ბევრად უფრო ძვირფასი? პასუხი ალბათ გაგაოცებთ და თქვენს წარმოდგენას კი ცხოვრებაზე სრულიად შეცვლის. მოდით პირდაპირ ყველაზე მთავარი და ერთი შეხედვით უცნაური კითხვით დავიწყოთ. წარმოიდგინეთ სკა, რომელიც პირთამდე სავსეა ოქროსფერი მზინავი თაფლით. ახლა კი დაფიქრდით. შესაძლებელია, რომ ასეთ სიუხვეში ფუტკარი შიმშილით გვდებოდეს? ეს ხომ პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ პასუხი ფუტკრის კვების ყველაზე დიდ საიდუმლოს გვიმხელს. და პასუხი ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელია. დიახ, ფუტკარს ნამდვილად შეუძლია იშიმშილოს თაფლით ბიტკომ სავსე სკაში. ამ მოვლენას ცილოვანი შიმშილი ჰქვია. აი წარმოიდგინეთ, ეს არის ფარული მტერი, სკაში ენერგია უხვადაა, მაგრამ სასიცოცხლო საშენი მასალა ნული. მოდით ჩაუღრმავდეთ, რას ნიშნავს ეს? იმის გასაგებად, თუ როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი, ფუტკრის კვების საფუძვლებს უნდა ჩაუღრმავდეთ. და აქ ყველაფერი ერთადერთ სიტყვამდე დადის – ცილა. აი, ამ სლაიდზე რაც ჩანს, ეს არის ყველაზე მთავარი განსხვავება, რაც უნდა დავიმახსოვროთ. ერთ მხარეს გვაქვს თაფლი, რომელიც ხომ ვიცით ნექტრის გამზადდება და ძირითადად ნახშირწყლებია, ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, სუფთა ენერგია, საწვავი ფლენისთვის, სითბოსთვის, მუშაობისთვის. მეორე მხარეს კი ყვავილის მტვერი. ეს უკვე ცილაა. ეს არ არის უბრალოდ საწვავი, ეს არის ზრდის წყარო, სხეულის საშენი მასალა. ანუ, თაფლის გარეშე ფუტკარი ვერ იფრენს, მაგრამ ყვავილის მტვრის გარეშე ის საერთოდ ვერ იარსებებს. მაშ, რას ნიშნავს ცილა ფუტკრისთვის? მარტივად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ყველაფერს. სწორედ ცილა კვებავს ახალ თაობას, ანუ ბარტყს. ის ავითარებს ჯირკვლებს, რომლებიც იმ სასიცოცხლო ფუტკრის რძეს როიალ ჯელის საწარმოებენ. ის აღადგენს ზრდასრული ფუტკრის დაზიანებულ ქსოვილებს. მოკლედ, ცილის გარეშე ოჯახი უბრალოდ განწირულია. და რა ხდება, როცა ეს ცილა აღარ არის? შედეგები მერწმუნეთ კატასტროფულია. ჯერ კიდევ 1970 წელს მიკოლა ჰაიდაკის კვლევამ უბრალოდ შემზარავი სურათი დაგვანახა. მუშა ფუტკრები ფაქტობრივად საკუთარი სხეულის დაშლას იწყებენ, რომ ბარტყი როგორმე გამოკვებონ. ახალი თაობა სუსტი და განუვითარებელი იბადება. ფუტკრის რძე კარგავს თავის ძალას. ზრდასრული ფუტკრების სიცოცხლე მკვეთრად მოკლდება. ეს არის ნელი კოლაფსი, რომელიც მთელ ოჯახს განადგურების პირას აყენებს. კარგი, მაგრამ ცილა ხომ ძალიან ზოგადი სიტყვა, არა? მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ, რა პატარა აგურებისგან შენდება ეს სასიცოცხლო მასალა. აი ეს ცილები შედგება ამინომჟავებისგან, სწორედ იმ პატარა აგურებისგან, რომლებიც ვახსენეთ. და საქმე იმაშია, რომ ფუტკრის ორგანიზმს სჭირდება 10 კონკრეტულად 10 ტიპის ასეთი აგური, რომელსაც თვითონ ვერ აწარმოებს. სწორედ ამიტომ ქვიათ მათ შეუცვლელი ამინომჟავები. მათი ერთადერთი წყარო კი მხოლოდ და მხოლოდ ყვავილის მტვერია. ეს არის ის ჯადოსნური ათეული, მათ შორის არგინინი, ლიზინი, ტრიპტოფანი, მაგრამ იცით რა არის მთავარი? სახელების დაზეპირება კი არა. მთავარია გვესმოდეს, რომ თუ ყვავილის მტვერს, თუნდაც ერთი ამათიდან აკლია, ის ფუტკრისთვის თითქმის უსარგებლო ხდება. ეს არის ბუნების მკაცრი რეცეპტი, რომლის შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია. და აი აქ არის ერთი საოცარი ფაქტი, რომელიც ბიოლოგიის უნივერსალურობას გვაჩვენებს. ჰაიდაკმა თავის ნაშრომში აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის 10 ამინომჟავაა, რომელიც წარმოიდგინეთ ვირთხების ნორმალური ზრდისთვისაც კი აუცილებელია. ხომ ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ეს ნივთიერებები სიცოცხლისთვის, განურჩევლად სახეობისა. კარგი, პრობლემა გასაგებია. ფუტკარს სჭირდება არაუბრალოდ ყვავილის მტვერი, არამედ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, უწყვეტი მარაგი მთელი სეზონის განმავლობაში. ხო და რა არის გამოსავალი? როგორც აგროკავკასიის მასალებიდან ჩანს, საქართველოში მეფუტკრეობა ძალიან არის დამოკიდებული ბუნებაზე, მაგრამ კლიმატის ცვლილება, ადამიანის საქმიანობა, ეს ყველაფერი ქმნის ძალიან სახიფათო პაუზებს, პერიოდებს, როცა თითქოს არაფერი ყვავის. აი სწორედ ეს ღალიანობის წყვეტა იწვევს იმ საშიშ ცილოვან შიმშილს, რომელიც ასე ანადგურებს ფუტკრის ოჯახებს. და აი ამ პრობლემის გადაჭრის გენიალურად მარტივ სტრატეგიას მცენარეთა კონვეირი ქვია. იცით ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ბევრი ყვავილი დავრგოთ. არა. ეს არის ჭკვიანური დაგეგმა, სადაც ერთი მცენარის ყვავილობა რომ თავდება, მეორე იწყება, მერე მესამე და ასე შემდეგ. იქმნება უწყვეტი ჯაჭვი ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს კონვეირი სეზონების მიხედვით. ადრე გაზაფხულზე, როცა ოჯახი ძლივს იღვიძებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველი ცილის წყაროები, ვთქვათ ტირიფი ან თხილი. მერე გაზაფხულზე კონვეირს აგრძელებს ხეხილი, ბაბუაწვერა. ზაფხულში, როცა ოჯახი უკვე პიკზეა, საქმეში ერთვება აკაცია, ცაცხვი, სამყურა. და ბოლოს, შემოდგომაზე ზამთრისთვის რომ მოემზადონ, ფუტკარს სჭირდება გვიანი მცენარეები, როგორიცაა ოქროწყეპლა. აი ეს არის უწყვეტი კვება.
კარგი, ჩვენ ნახეთ პრობლემა. ეს არის ცილოვანი შიმშილი და ვნახეთ მისი გადაწყვეტაც, მცენარეთა კონვეირი. მოდით ახლა ერთად შევაჯამოთ, რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი, მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი. შედეგი, როდესაც ეს მცენარეთა კონვეირი კარგად არის დაგეგმილი, უბრალოდ გასაოცარია. პირველ რიგში, ის სრულად ახლობს ცილოვანი შიმშილის საფრთხეს. ეს ნიშნავს ძლიერ ჯამრთელ და სიცოცხლისუნარიან ფუტკრებს და აი, მთავარი კავშირი. კარგად გამოკვებილი ძლიერი ოჯახი ბევრად მეტ თაფლს აგროვებს. ანუ რას ვიღებთ? ყვავილის მტვერზე ზრუნვით ჩვენ პირდაპირ ვზრდით თაფლის მოსავალს და ამავდროულად ვაჯანსაღებთ ადგილობრივ ეკოსისტემას. და აი, მივედით თავარ დასხვნამდე, რომელიც ყველამ უნდა დავიმახსოვროთ. საქმე იმაში კი არ არის, რომ უბრალოდ ყვავილები კონდეს. მთავარია, კონდეს სწორი ყვავილები, სწორ დროს. ესაა მეფუტკრეობის ხელოვნება. იმის გაგება, რომ სკის ნამდვილი სიმდიდრე არა თაფლის რაოდენობა, არამედ ყვავილის მტვრის მრავალფეროვნება და უწყვეტობაა. და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ. უბრალოდ დაფიქრდით, რა ყვავის თქვენს გარშემო სხვადასხვა დროს? გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე. ხომ არ არის ცარიელი პერიოდები? როგორ გამოიყურება მცენარეთა კონვეირი თქვენს ეზოში, თქვენს სოფელში, თქვენს ქალაქში?